გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია იტალიური და ფრანგული მედიის ეპიცენტრში და ოსიმენის განცხადება. ნაკრების შეკრება იწყება, რა განაცხადა სანიოლმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრების წინ. თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას, რადგან ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 85000 გამომწერზე ავიდეთ. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. რა ხდება ქოჩორაშვილის თავს? ესპანური გამოცემა ქართველზე ალაპარაკდა. ესპანური გამოცემა სუპერ დეპორტე ლევანტეს ქართველი ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციის ზამთარში ქოჩორას მიმართ ინტერესი იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის კლუბებმა გამოხატეს. თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა ლევანტეში დარჩენა ამჯობინა. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ლევანტე ლალიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს და გუნდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამ დონეზე თამაში შეუძლიათ. ხულიან კალეროს მოსვლის შემდეგ ლევანტე ესპანური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნების მთავარი კანდიდატია, ხოლო გუნდის ერთ-ერთი არქიტექტორი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ნახევარმცველი ლევანტეს ერთ-ერთი ლიდერი არა მხოლოდ გოლებისა და საგოლე პასების მხრივ, არამედ ფიზიკური და ტექნიკური კუთხითაც. ქოჩორა ლევანტეში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. მან 6 გოლი და 3 ასისტი მიითვალა და მოედანზე აბსოლუტურად ყველა ფუნქციას ითავსებს. იქნება ეს ლიდერობა, შეტევა, დაცვა, ბურთის ართმევა თუ კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ქართველ ნახევარმცველს ყავს პირადი ანალიტიკოსი, რომელიც მას ტაქტიკურ რჩევებს აძლევს. ასევე ფსიქოლოგი, რომელიც მენტალობაზე ზრუნავს, ნუტრიციოლოგი, რომელმაც ქოჩორას სპეციალური დიეტა შეუდგინა და ასევე მზარეული, რომელიც ამ კერძების მომზადებაზეა პასუხისმგებელი. ზამთარში კი ქართველის მიმართ იტალიური, გერმანული და ფრანგული კლუბების მხრიდან სერიოზული ინტერესი იყო. თუმცა ქოჩორამ გადაწყვიტა, რომ ლევანტეში დარჩეს და კლუბს ლალიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს. წერს ესპანური გამოცემა. მიქაუტაძის დუბლი და ახმაურებული ფრანგული პრესა. ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ბუქარესტის ტიაუა საკუთარ მოედანზე 4-0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 7-1 გაანადგურა. ამ შეხვედრაში კი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ეს იყო ჟორჟის საუკეთესო თამაში, რაც აქამდე ლიონის მაისურით ჩაუტარებია. აღსანიშნავია, რომ სოფასკოურმა მას შეფასება 9.8 ქულა დაუწერა. შეხვედრის შემდეგ კი ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას ეკიპს გიორგის საოცარი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ფრანგულმა გამოცემამ მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მისი მისამართით აქებარი სიტყვები არ დაიშურა. პრობლემები, რომლებიც სეზონის დასაწყისში ჰქონდა, ნამდვილად წარსულს ჩაბარდა. კვირიდან კვირამდე მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ აქვს ის, რაც ლიონში სათამაშოდაა საჭირო. ლიონში ის განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ის გადამწყვეტი ფეხბურთელია. დღეს ქართველმა თავდამსხმელმა თავისი კლასი აჩვენა. ფეთქებადი პირველი გოლი რომლის დროსაც შესანიშნავი სოლო რეიდი მარცხენა ფეხით შეგდებული ბურთით დააგვირგვინა. მეორე გოლი მიმართულების ბრწყინვალე კონტროლის შემდეგ მარჯვენა ფეხით იდეალურ დარტყმას მოყვა, რასაც 2 საგოლე გადაცემაც დაურთო. 2 გოლი და 2 ასისტი. მიქაუტაძის თამაში ნამდვილად აღნიშნვის ღირსია, წერს ფრანგული გამოცემა. დავძენ იმასაც, რომ ევროპა ლიგაზე მიქაუტაძის მომდევნო მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იქნება. ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი მიქაუტაძემაც გააკეთა. როგორც მატჩის წინ თქვი, დღეს მოსაგებად უნდა გვეთამაშა. ასეც მოვიქეცით და ჩვენი თამაში ვაჩვენეთ. თავს ყველანი ერთად ვიცავდით და ერთად ვუტევდით. ასეთ დროს კი ჩვენთვის საქმე კარგად მიდის. სასიამოვნოა, როცა თანაგუნდელებს პასაძლევ და გოლებს იტანენ. თავს ბედნიერად ვგრძნობ. მოხარული ვარ კლუბისთვის, კომაგებისთვის და რა თქმა უნდა ჩემი თავისთვის. მთავარია, რომ მეოთხედ ფინალში ვართ და ლიონს წარმოვადგენთ, რადგან ეს არის კლუბი, რომელსაც ევროასპარეზზე თამაში ყოველწლიურად უწევს. ჩვენ შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ. ასე უნდა განვაგრძოთ, რადგან ამას ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ჩვენ მანჩესტერში მოსაგებად წავალთ. ციტირებს მიქაუტაძის სიტყვებს კანალ პლუსი. ამასთან ერთად გიორგიზე საკებარი სიტყვები არ დაიშურა ლიონის თავკაცმა ფონსეკამაც. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს ამბიციური და სერიოზულები ვიყავით. ჩვენ ასე თამაში შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩემი მითითებები ბიჭებმა კარგად შეასრულეს. დღეს მთლიანად გუნდი იყო დამაჯერებელი და კარგად ვითამაშეთ. ვიტყვი, რომ მიქაუტაძემ და ნუამამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს, მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ცვლილებების შემდეგ ჩვენს თამაში არაფერი შეიცვალა. დონე უცვლელი იყო. მიხარია, რომ ჩემი მოთამაშეები ერთმანეთთან კარგად ურთიერთობენ, განაცხადა ფონსეკამ. სანაკრებო შეკრება იწყება. როგორც მოგეხსენებათ, 20-23 მარტს საქართველოს ნაკრებს სომხეთთან 2 ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. ფორმატშიან დაპირისპირებაში გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა ვილის სანიოლის გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს. ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვილის სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ბევრმა მოთამაშემ ზაფხულიდან მოყოლებული ბევრი ითამაშა და ცოტა ივარჯიშა. მათ გასული წლის ბოლოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდათ, მაგრამ მათ ზამთარში დაისვენეს და ახლა უკეთეს ფორმაში
მოგვევლინებიან. ერევანში კვარაცხელია და კაშია დაგვაკლდებიან, თუმცა შანსი სხვა მოთამაშეებს უნდა მივცეთ. საბა გოგლიჩიძე კარგ ფორმაშია და მის თამაშს სომხეთთან გასვლით მატჩში მოუთმენლად ველი. სომხეთთან დაპირისპირება ისტორიულია. ჯერ ალიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც ლიგის გუნდი ვართ. კაპიტანი კიტეიშვილი იქნება, მან ეს როლი ძალიან კარგად იცის. თუმცა კაშია თბილისურ შეხვედრაში კვლავ კაპიტანი იქნება. მამარდაშვილის და კვარაცხელიას რთული სეზონი ჰქონდათ. მამარდას დასვენება ესაჭიროება. ფაქტობრივად 2 სეზონი დასვენების გარეშე თამაშობს. ამიტომ ჯერა რომ თავის სათამაშო ფორმას აღიდგენს. ხვიჩაკი ძალიან ბედნიერია. ეს კი მას მოედანზე ეტყობა. ის ძალიან ბევრს შრომობს. ამიტომ ნაკრებშიც იმავეს ველი, რასაც PSG-ში აჩვენებს. კვარაცხელია შეცვლა შეუძლებელია, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომელთაც სხვა პლუსები აქვთ. ამიტომ ჩვენ ტაქტიკურად ცვლილებების გატარება მოგვიწევს და კვარაცხელიას არ ყოფნა სხვა ფეხბურთელებისთვის კარგი შესაძლებლობა. გუნდში არსებულ გარემოზე კი იმას ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ხანგრძლივი შეკრება ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში ერთი უსიამოვნო ინციდენტის არ ყოფილა. ინციდენტები ხშირად გამომიცდია, მაგრამ აქ მსგავსი არაფერი ყოფილა. ფეხბურთელები აცნობიერებენ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის წინაშე. ამიტომ გულშემატკივრის გარეშე ვერც ადრე შევძლებდით წარმატებას და ვერც მომავალში მივაღწევთ. განაცხადა სანიოლმა. აღსანიშნავია, რომ სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო, სადაც ყურად საღებია, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ნაკრების შემადგენლობას გულიაშვილის დაუბრუნდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზაზე ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბელიგაში ადგილი შეინარჩუნონ. ამისათვის კი ყველანაირი ნიადაგი მზადა, რადგან ქართველი ფეხბურთელები კარგ სათამაშო ფორმაში არიან. ახლა კი გადავიდეთ კვარაცხელიას თავს მიმდინარე მოვლენებზე. როგორც მოგეხსენება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩი პარი სენ-ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა, რომელმაც მეტოქ 1-0 დაამარცხა, შემდეგ კი პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება შეძლო, რითიც პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვარაცხელია კარიერაში მეორედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თანაგუნდელებს არაერთი მომენტით შეუქმნა. ასევე ხვიჩას დაცვაშიც საოცრად მოქმედებდა და გუნდი გაშვებული გოლისგანაც არაერთხელ იხსნა. ერთი სიტყვით ხვიჩა ყველგან იყო და ყველა პოზიციაზე გამორჩეულად თამაშობდა. ამ ყველაფრის მოზე კი გასაკვირი არ არის, რომ ხვიჩაზე როგორც ფრანგული მედია, ასევე იტალიური მედიაც აქტიურად საუბრობს. მაგალითად, გავლენიანი იტალიური სააგენტო ტუტო მერკატო ვები კვარაცხელიას PSG-ში გატარებულ პერიოდს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის აღმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. თავიდან მისთვის ყველაფერი რთულად დაიწყო, შემდეგ კი საგრძნობლად გაიზარდა. კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს აღზევებაში დაეხმარა. იმის გამო, რომ მან ნეაპოლში შესაბამისი პირობები ვერ მიიღო, იანვარში ერთგვარი აჯანყება მოახდინა და თავისი პოზიცია მკაფიოდ დაასახელა. ასე რომ კვარაცხელია საბოლოოდ ბედნიერია, წერს იტალიური გამოცემა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ნაპოლის გულშემატკივართა გულებში რჩება. იტალიური Il Mattino წერს, რომ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის საღამოს გულშემატკივრებმა დიდი ინტერესით მიადევნეს თვალი და ამის მიზეზი კვარაცხელია იყო. წყარო წერს, რომ ნაპოლის ხომაგებმა PSG-ს გამარჯვება ხვიჩას გამო ხმაურიანად აღნიშნეს. ასევე კიდევ ერთი გამოცემა კამპანიაც იმავეს წერს. ნეაპოლში სამშაბათ საღამოს ხომაგების ხმაური იყო და ამის მიზეზი კვარაცხელია გახლავთ. როგორც ხედავთ, ნეაპოლელი ხომაგები კვარაცხელიას ვერ ივიწყებენ და ეს ლოგიკურიც არის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილობრივმა გამოცემამ და ვეტერანმა მოთამაშემ კვარაცხელიას არჩევანი გააკრიტიკა, ამან მხოლოდ გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილზე მოახდინა გავლენა. ფრანგული კლუბი კი აშკარად სწორი გზით ვითარდება და გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. აღსანიშნავია, რომ ენფილდიდან დაბრუნებულ პარიზელებს კლუბის გულშემატკივრები დიდი ოვაციებით დახვდნენ და აეროპორტში სრული სიგიჟე მოაწყვეს. ამიტომ PSG-ს აშკარად თავიანთი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი უდგას. და ვნახოთ, იქნებ წელს იყოს ის დრო, როდესაც ისინი თავიანთ პირველ ჩემპიონთა ლიგის თასზე იმებენ. ამ ყველაფრის მოზე კი აღსანიშნავია ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის კომენტარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა. ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია. მოედანზე კი ყველამ ვიცით თუ რა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვიცოდი, რომ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა. კვარაცხელიასთან ხშირად ვსაუბრობთ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა ვუთხარი, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რომ ბევრს მიაღწიოს, განაცხადა ოსიმენმა. შეგახსენებთ, რომ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს შესაძლოა ოსიმენი PSG-ს შეუერთდეს, რითიც ლეგენდარული KO's დუეტიც დაბრუნდება. ამ ტრანსფერზე კი სიახლეებს სეზონის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ. დავძენ იმასაც, რომ PSG თავის მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, კერძოდ 16 მარტს მარსელის წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კი ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა, ხოლო ვინც ორმოცემულობას გამოიცნობს ის
მის შემდეგ ვიდეოში მოხდება. რეალისა და ატლეტიკოს სკანდალური დაპირისპირება, UEFA განცხადებას ავრცელებს. მხარდაჭერა მამარდაშვილს, რაბედიელის გიორგის. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ხულიან ალვარესის პენალტის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მადრიდის ატლეტიკო რეალთან 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდა. გაუქმებული პენალტის ეპიზოდი კი ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. ალვარესის პენალტის გაუქმების მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან ბურთთან ორი შეხება იყო. ამ მომენტზე კი UEFA-მ საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა. ატლეტიკომ UEFA-ს ამ ინციდენტის თაობაზე მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი მინიმალური იყო, ფეხბურთელმა ბურთთან საყრდენი ფეხით კონტაქტი დაამყარა. ამიტომ ვარმამ საშა ცნობა, რომ გოლი უნდა გაუქმებულიყო. ამიტომ UEFA დაიწყებს დისკუსიას FIFA-სთან, რათა დაადგინოს, უნდა გადაიხედოს თუ არა წესი იმ შემთხვევაში, როდესაც ორმაგი შეხება აშკარად უნებლიეა. ნათქვამია UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში. ვალენსიასა და სევილიას ყოფილმა მეკარემ ანდრეს პალოპმა მამარდაშვილის სათამაშო ფორმასა და ღამურების რიგებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. პალოპის თქმით, მამარდას ნდობა ბოლომდე უნდა გამოუცხადონ და მისი სათადარიგო და სკამზე გადაყვანა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. გასულ სეზონში მამარდაშვილის სხვანაირი გუნდი ჰყავდა. როცა შენ წინ ძლიერი გუნდი თამაშობს, შენი თავდაჯერებულობა იზრდება. როცა სუსტი გუნდი მყავდა, პრობლემები მეც მექმნებოდა და ჩემ შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა. გასულ სეზონში იყო მომენტები, როცა მამარდაშვილი არახელსაყრელ ვითარებაში ხვდებოდა, მაგრამ ჰყავდა გუნდი, რომელიც მხარს უჭერდა. განსხვავება ეს არის. გიორგის რთული პერიოდი უდგას, მაგრამ იგივე ხდებოდა, როცა კანისარესთან ერთად ვიყავი. ფეხბურთში აღმასვლები და დაღმასვლები გარდაუვალია. მამარდაშვილმა უნდა მოუმატოს და ის რაც შეიძლება მარტივად გააკეთოს. დიმიტრიევსკი საიმედო მეკარია, მაგრამ გიორგის სათადარიგო და სკამზე გადაყვანა არ შეიძლება. ეს გუნდს კარგს არაფერს მოუტანს და მის თავდაჯერებულობასაც დააზიანებს. მამარდაშვილი თავდაუზოგავად მომუშავე ფეხბურთელია. ჩვენს მეკარეებს გამოწვევებთან გამკლავება გვიყვარს და მის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი ამის დასტურია. მეკარის თაობაზე გამართული დებატები ეხმარება მათ, ვისაც სათამაშო დრო არ აქვს. მამარდაშვილს კი ეს ვერაფერში დაეხმარება. განაცხადა ანდრეს პალოპმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.